მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო ვიდეო ლესონზე მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი ვიდეო ცნობილი რუბრიკისა ჩვენს გვერდზე IT News. ეს ეხება Samsung-ს და მის ასე ვთქვათ დირექტორს, რომელიც დააპატიმრეს რამოდენიმე კვირის წინ ჩემო მეგობრებო. ცნობილი აზიური პრესის თანახმად Samsung-ის დირექტორი ასე ვთქვათ ბრალი დასდეს იმაში რომ მან 51 მილიარდი ვონის მიისაკუთრა და შემდგომში ეს 51 მილიარდი ვონი გადაურიცხა კორეის მთავრობას იმისათვის რომ კორეის მთავრობას თვალი დაეხუჭა ჩემო მეგობრებო Samsung-ის მაქინაციებზე რომელიც უკავშირდებოდა თანხებისა და ბიუჯეტის დამალვაში. სამწუხაროდ ასე ვთქვათ კორეის მთავრობამ უარი განაცხადა ამ ქრთამის მიღებაზე და დააპატიმრეს Samsung-ის დირექტორი, რომელმაც დაახლოებით 36 მილიონი დოლარი გადაურიცხა ასე ვთქვათ კორეის პარლამენტს იმისათვის რომ მათ ეპატიებინათ ეს შეცდომა Samsung-ისათვის და თავისუფლად გამოეშვათ ეს დირექტორი ციხიდან. სამწუხაროდ მთავრობამ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დააპატიმრეს დირექტორი და დღესდღეობით ვრცელდება რომ მას ძალიან დიდი სერიოზული მაქინაციებში ედება ბრალი არა მხოლოდ თანხების დამალვაში ჩემო მეგობრებო, არამედ სხვა ფინანსურ ასე ვთქვათ მდგომარეობაში. ხოლო Samsung-ის წარმომადგენლები იძახიან რომ ეს იყო არა ქრთამი, არამედ ასე ვთქვათ საქმელმოქმედო სახის გადარიცხვა მთავრობისათვის. თქვენ თვითონ განსაჯეთ თუ რა დონის სიახლე მოხდა ასე ვთქვათ Samsung-ის კომპანიაში და რა იყო რეალურად ეს იყო თუ არა ასე ვთქვათ საქმელმოქმედო ჩემო მეგობრებო გადარიცხვა, ხოლო იყო თუ არა ეს ასე ვთქვათ ქრთამის სახით გადარიცხვა. მაგრამ ფაქტები და რეალობა იმას აღწერს რომ Samsung 2016 წელს არსებული პრობლემების გამო რომელიც გამოწვეული იქნა ელემენტებთან დაკავშირებით ძალიან დიდ თანხებთან მოუწია ასე ვთქვათ შეჭიდება რის გამოც მათ მოუწია ძალიან ბევრი შეცდომის დაშვება და შედეგით სახეზეა მათი ერთ-ერთი ლიდერი დაპატიმრებულ იქნა. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო რაც თქვენთვის უნდა ასე ვთქვათ მე თქვა ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ დაწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ Skype-ში. Mishu 1027